პრინციპში ახალი ხმიდან შეგვიძლია გადავიდეთ სხვა ხმაზე, უკვე საოპერო ხმაზე. მსოფლიო წამყვანი სცენების პრიმადონა ნინო სურგულაძე მზადება მორიგი საქველმოქმედო კონცერტისათვის. საქველმოქმედო ფონდი ნატრის ხემალე მსოფლიო საოპერო ხელოვნების ბუმბერაზებს მეგავარსკვლავებთან შეხვდება. და ნატა ტაბიძე იმყოფება ახლა სწორედ რეპეტიციას ესწრება ის და დეტალებზე უკვე თავად ნატა ისაუბრებს. ნატა, მოგესალმებით. დილამშვიდობის. ნატა. დილამშვიდობის. 9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე მეოთხედ გაიმართება საქველმოქმედო ფონდ ნატრისხის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი. როგორც ხედავთ, მე ახლა რეპეტიციაზე ვიმყოფები აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას უსმენთ. ახლა თქვენ ბადენი გურამ ყურაშვილის ხელმძღვანელობით და ნინო სურგულაძეა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ნინო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა საკითხი. პირველ რიგში გილოცავთ, იმიტომ რომ უკვე მეოთხედ ჩატარდება ეს კონცერტი და თუ შეიძლება რა გვიამბოთ უფრო დეტალურად, ვინ იქნებიან ის მომღერლები, ვის მონაწილეობას მიიღებენ და ვის დაეხმარებით? დიახ, ესე იგი 9 იანვარს, როგორც უკვე ალბათ გვთქვით, 21 საათზე ველოდებით ყოველს თბილისის საკონცერტო დარბაზში. მონაწილეები არიან საერთაშორისო მსოფლიო ვარსკვლავური ჩემი მეგობრები, რომლებიც უანგაროდ, ასე ვთქვათ, მიიღებენ მონაწილეობას ამ საქველმოქმედო კონცერტში. და ეს იქნება ალესანდრო საფინა, მსოფლიო ტენორი, რომელიც ოპერის მეგა ვარსკვლავად ითვლება და სამეულში შედის. სარა ბრაიტმანთან და ბოჩელთან ერთად. ასევე იქნება ანა რუცნერი, ჩელისტი, ასევე იქნება ოლივერ პული, პიანისტი, ასევე იქნება მის ჰოლივუდი 2005, ენჯელ ბლუ და იქნება კარლო პონტი, არაჩვეულებრივი დირიჟორი, რომელიც წარმატებით ამერიკაში მოღვაწეობს სოფიო ერანის ხაზი. და ასევე იქნება თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ოპერის თეატრის, იქნება არაჩვეულებრივი კაპელა და იქნება ასევე ინსტრუმენტალური ბენდი და მეც ვიმღერ. და რასაკვირველია ნინო სურგულაძე, რა თქმა უნდა. ნინო, ამ ორი წლის ცეცხლოვანია და განწყობას შეუქმნის, მე ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს დილიდან. და დავეხმარებით 4 ბავშვს, 4 ბენეფიციარს, რომელთაც მძიმე დაავადებები სცენით არიან შეპყრობილი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად დგომით შევძლებთ, რომ ეს გავაკეთოთ. ბილეთები იყიდება საკონცერტო დარბაზის სალაროებში და ასევე თიკეტ ჯიზე, ანუ ელექტრონულად შეგიძლიათ ინტერნეტით შეიძინოთ. დიდი მადლობა ნინო. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ფონდი უკვე 2 წელია რაც არსებობს და უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება. ახლა კი ამჯერად 9 იანვარს კონცერტიდან შემოსული სახით 4 ბენეფიციარს დაეხმარებიან. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გიტოვებ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას. დიდი მადლობა ყურადღებით. ძალიან დიდი მადლობა ნატა.